არ ვიცოდი და თურმე პოლკოვნიკი სეხნიევი ძალიან მდიდარი კაცი ყოფილა. ძალიან თქვენი ბრწყინვალება. მარტო მისი ხალიჩები რა დღეს კოლექციონერია. კოლექციონერი? დიახ, ეს მისი სისუსტეა. სეხნიევმა თავისი კოლექციის შესავსებად დედისეული მამულებიც კი გაყიდა პერმის გუბერნიაში. მთელ თავის შემოსავალს ხალიჩებს ახმარს და ერთავად უფლოდ არის. ახლაც ცუნემის წინაშე აღმოჩნდა. საინტერესოა. ცუნემის წინაშე? დიახ, გრაფ. ინდოეთის დალაშქრის შემდეგ ნადირ-შაჰმა მეფე-ერეკლეს დიდი მოღოლის უნიკალური ხალიჩა აჩუქა. დროთავითარებამ ეს ხალიჩა ცნობილი თბილისელი ნეგოციანტის ვინმე ჰაჯი სეიდის ფირმის საკუთრებად აქცია. ჰაჯი სეიდიმ როგორღაც გაიგო, რომ სეხნიევი ხალიჩების კოლექციონერია და გადაწყვიტა პოლკოვნიკისათვის ეჩვენებინა ხელოვნების ეს ბრწყინვალე ნიმუში და მოახერხა კიდეც მისი საყვარლის მადმუაზელ ჟანე დე ლამიეს მეშვეობით. პოლკოვნიკმა წონასწორობა დაკარგა. ხალიჩა 25,000-ად იქნა შეფასებული, სეხნიევს არ აღმოაჩნდა თანხის 1/3-იც კი. მოლაპარაკება გადაიდო. თუმცა მეორე დღეს სეხნიევმა დიდი მოღოლის ხალიჩა მაინც შეიძინა. მოშნი. ნუ თუ გქონიათ, რომ ნახურდალი ხალიჩის შესყიდვის ინკრიმინაცია რაიმეს დააკლებს, ისე ძლიერ კაც როგორც სეხნიევია. არა მგონია, და სხვათა შორის არც მაქვს მიზნად დასახულის სეხნიევს რაიმე დავაკლებ. მაშრას მოიდა სამ ხალიჩის ამბავი. უკვე მოიტანა, გრაფ. მივიღე მადმუაზელ ჟანე დე ლამიესაგან 25,000 რუსული მონეტი. პოლკოვნიკი სეხნიევი. ეს შეუძლებელია. შეთის მოადგილემ ჟანდარმერიის პოლკოვნიკმა სოцарია. მეფის ნათლულმა მიიღო 25,000. ვიღაც სასტრონგრეთის ჯაშუშისაგან. დაუჯერებელია. ამერტო ჩემო. ეს სკანდალია. ეს მისი უდიდებული ასობის საერთაშორისო კომპრომეტაცია. მოშნი. ვინ მოგცადა ეს ხელწერილი? თვით ჰაჯი საიდმა გადმომცა. მადმუაზელ დე ლამიე ინფორმაციის ვენაში გადასაგზავნად მისი არხებით სარგებლობს. თავიდანებეთ ზღაპრებს. თქვენი ინსპირირებულია ყველაფერი, რაც სეხნიევის გარშემო ხდება. ეგრეც რომ იყოს, მე მაინც ისე უნდა ვილაპარაკო, როგორც ვლაპარაკობ. მაგრამ საინტერესო ის არის, გრაფ, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც მე ვლაპარაკობ. როგორ? თქვენ პირადი კონტაქტი არ დაგიმყარებიათ დე ლამიესთან? ბატონო ზარანდია, მე მსურს ვიცოდე ყველაფერი. თქვენ ბრწყინვალება. თქვენ იცით სწორედ იმდენი, რამდენიც მე. ეს რა თქმა უნდა უკვე მომხდარ ამბავს ეხება. ხოლო რა არის მოსალოდნელი, შემიძლია მოგახსენოთ. ბრძანეთ. და თუ შეიძლება, გულახდილად. სიამოვნებთ, გრაფ. თქვენ სრული უფლება გაქვთ დაეჭვდეთ ჩემს გულახდილობაში. მაგრამ არავითარი საფუძველი არ გაგაჩნიათ ეჭვი შეიტანოთ ჩემს ერთგულებაში. მოშნი. ხშირად ადამიანები ამჟავნებენ ხოლმე ახალ და მოულოდნელ თვისებებს. განაგრძეთ. ლიკვიდირებული იქნება საჯაშუშო რეზიდენციები ავსტრიასა და თურქეთში. მადმუაზელ დე ლამიე და ჰაჯი საიდ ჩვენი ხალხი გახდება ვენასა და სტამბულში. სამსახურიდან გადადგება პოლკოვნიკის სეხნიევი და მისი გადადგომის ნამდვილი მიზეზი არავის ეწოდინება. ჩვენ ორის გარდა თქვენო ბრწყინვალებო. სანამდე მოხვიდოდე, ღმერთს ვეხვეწები მაჩვენე ჩემი დათანეთქი. რომ მოხვალ, მავიწყდება ღმერთი და
შენს მეც ვერაფერს ვხედავ. უკვე რომ ვუალერსებთ ერთმანეთს, ისევ მოდის ღმერთი და მეშინია. ძალიან მეშინია დადა. ცალკე გუდუნას ამბავი მტანჯავს. პატარა აღარაა ესმის ყველაფერი. შენი ნახვის ამბავს რომ შემატყობინებ ხოლმე, ჩემდასთან ვაგზავნი საყველიაში. არ გინდა რომ უყვარდე გუდუნას. შვილს რომ უყვარდეს ყველას უნდა. მაგრამ აჯობებს მისთვის არ იცოდეს და არც უყვარდა. თუ შენ უყვარა რომ მომკლანან გამაციმბირონ დაიტანჯება, ხოროტებას შეიდებს გულში. ხოროტი კაცი ცოდვა. მკვდარ კაცზე უარესი, ხოროტი კაცი მკვდარი არავის ერჩის მაინც. მამა უნდა ბავშვს. ვიღაცა ხომ უნდა უყვარდეს. უნდა უყვარდეს. ასწავლე მთავარი უყვარდეს. ადამიანი. დედა უყვარდეს. მამის საფლავი. კეთილი საქმე უყვარდეს. ნაფიქრი მაქვს ბეჭვი ეგ. ის გვარდეს წერია და ხალხს ვისიც ბონია. ის კაცი მიაჩნდეს მამად ასე ეჯობებს. სახს შემოვარეთ, ხალხ! ხალხა დაარქი! აბა! ხალხა შემოვარქით, ხალხა! რა ვიცებო! ხალხა შემოვარქით, ხალხა! კიდე ვარქული! ატა თუ თაჩხია! ვიცი რომ მაქახა! გამოდით ვარქინდა სახშობელაზე რომ მოხდე და ჩამგვარდი შენი! არ შეშინდეთ გალბატონო თქვენ. ბეჩუნია კახვა. გამოაგდეთ შენი კურო. ნიკანდროქილია. დათა თუთაშხია საყვარლობა რომ ჯობია. შენის თანაღორის ცოლობას თუ იცი ეგ შენ. ვინო ხერმა მოგატყუა. შემოიყვანე შენი ჩაფრები და ნახე თვითონ. აბა ვიცებო, ამ ჩეთი კუთხე დაჩეთ ხალხი. Ты что подглядываешь? Мерзавец ты этакий! Убирайся! Помогите! Я тебе всегда красить свиной отродье, я княгиня! Припей, я княжна Ордельяни! А вы обязаны защитить меня как офицер и мужчина! Заломовский отец, вы должны впустить нас! Господин офицер, я в таком виде! Я буду жаловаться господину губернатору! Я беззащитная женщина, вы должны за меня заступиться! Ваше сиятельство, в доме бандиты! Бандиты? Нет! Нет! Я погибну! Я погибну, господин офицер, спасите меня! Господин офицер, умоляю вас, защитите меня, господин офицер! Они могут войти через окно! Я знаю, они могут войти через окно! Господин офицер, защитите меня, я вас умоляю! Защитите меня! Я беззащитная женщина! Я беззащитная женщина, господин офицер! Я вас прошу, защитите меня, я вас умоляю! Успокойтесь, ваше сиятельство, вы в безопасности! Извините, но я должен оставить вас! Нет! Нет! Я вас не отпущу ни в коем случае! Извините, но я должен уйти! Я прошу вас, не оставляйте меня, господин офицер! თავიდანები. ეგ ხალი ზარანდის აგენტია, კარავინ არ იქნება. სხვენი გაჭრიგეთ. სხვენი გაჭრიგეთ, ბიჭო! სხვენი!
ჩემო რაში შევჭამე. რომ შეგშინებოდათ ქალბატონო, ასე მოხერხებულად ვერ მოიქცეოდით. ამაკაც ვერ გააკეთებს ამას. ასეთის გაკეთებას ქალი უნდა. თქვენისთან ქალი. მაგრამ მაპატიერ და მოგზავნილი მგონი ხართ მაინც. ნუ მიწყენთ ამას. ხალებზე! შვიდობით დადა. შვიდობა მოგცეთ ვართ. დაბრძანდით ბატონო ზარანდია. იდგეს ფეხზე. როგორც გენებოთ. ბატონო ზარანდია, როგორ მოხდა რომ ჩემს მიერ ჩატარებული გადმობირების შემდეგ თქვენი ბიძაშვილი თუ თაშხია ხელმეორედ გააბრაგდა? მაგ საკითხთან დაკავშირებით ვიცი მხოლოდ ის, რომ თუთაშხიას გადმობირება და ჩვენ სამსახურში გამოყენება შეუძლებელი რამ არის. მისი ხელმეორედ გააბრაგება სწორედ თქვენს მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული გადმობირების შედეგია, ბატონო პოლკოვნიკო. ეგრეთ წოდებული? მისი ბრწყინვალება გრაფი გაფრთხილებდათ, რომ თქვენს იმედს პერსპექტივა არ ჰქონდა. ჩემის მხრივ პეტერბურგში და აქაც რამდენჯერმე მოგახსენეთ იგივე. თვით გადმობირების პროცესში პოლიცმეისტერმა ნიკანდრო ქილიამაც გითხრათ, რომ თუთაშხიას აღთქმა და თანამშრომლობის ხელწერილი ტყუის მეტი არ იყო რა. თქვენ არ დაიჯერეთ და ის შედეგიც. კარგად მოგესალმებით, რომ მე ზურგს უკან მოქმედება არ მჩვევია. ამიტომ გაფრთხილებთ. მე მაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ აღიძრას თქვენს წინააღმდეგ გამოძიება. სამსახურის გამოყენებისათვის პირად ინტერესებში. ეს გამოიხატება საკუთარი ბიძაშვილის მფარველობაში. ამას დაემატება ბრალდება ზემდგომი თანამდებობის პირის მიმართ ინტრიგების ხლართვაში. თქვენ ურჩიათ თუთაშხიას თანამშრომლობის ხელწერილი დაერღვია. ამით ჩემი პროფესიული უვიცობის დამტკიცება გსურდათ. ეს რა არის? ამ წუთში მოგახსენებთ თქვენ ბრწყინვალება. აი ამ საქაღალდის პირველი გვერდით წარმოადგენს ჟანდარმერიის პოლკოვნიკ სეხნიევის მიერ ჩადენილ სახელმწიფო პოლიტიკურ სისხლის სამართლისა და ზნეობრივ დანაშაულებათა ნუსხას. ხოლო დანარჩენი 83 გვერდი მამტკიცებელი საბუთებია. ბატონო ზარანდია, გაგიშდით. მე მომვიცით განავზო თქვენ ბრწყინვალება. აქ არის საბრალდებო დასკვნა, რომელიც იწყება იმით, რომ ზნეობრივ დანაშაულში ამხილებს პოლკოვნიკ სეხნიევს. გარყვნილებითა და სქესობრივი აღვირახსნილობით თანხლებული მრუშობა პეტერბურგში, მოსკოვში და ჩვენთან თბილისში, ქალბატონ ჟანე დე ლამიესთან. აი ქალების ჩვენებები და ფოტომასალაც. და ამას ჩადის დიდგვაროვანი ცოლშვილიანი კაცი. თქვენ ყველა სიკეთესთან ერთად პრიმიტიული ჭორიკანაც ყოფილხართ ზარანდია. შემდეგ ნაქურდალის საქონლის შეძენა. ბატონო პოლკოვნიკო, თქვენს მიერ შეძენილი დიდი მოღოლის ხალიჩა პეტერბურგს არ გაგზავნილა. იგი ჩვენს მიერ არის კონფისკებული და ნაქურდალი პატრონს დაუბრუნდა. როგორ თუ ნაქურდალი მე არ ვიცოდი? შემდეგ მოდის პროფესიული უვიცობა და მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება. აქ საბუთები მრავლად არის. როგორ კვალიფიკაციას მისცემს სამხედრო საველე ტრიბუნალი ამ დანაშაულებებს და რას დაარქმევს მათ, მე ამაზე თავ შევიკავებ. რა დანაშაულებებს? თქვენ ბატონო პოლკოვნიკო, დანაშაულებრივ კავშირში შეხვედით ავსტრო-უნგრეთის ჯაშუშთან, მადმაზელ დე ლამიესთან. მიეცით მას სპადოვსკის მიერ გადმოგზავნილი პროკლამაცია ფოტოგრაფირებისათვის და ეს ბოროტმოქმედება თქვენს ნომერში მოხდა. თქვენ ხელი შეუშალეთ ჩვენს აგენტებს და ეპატიმრებინათ ეს ჯაშუში მატარებელში ჩაჯდომის დროს.
თქვენ უზრუნველყავით მისი გაქცევა საზღვარგარეთ. და ყოველივე ამაში მიიღეთ 25,000 რუსული მანეთი. აი თქვენი ხელმოწერა. აი ეს საქაღალდე მეორასლად მაქვს. ერთი ჩაგბარდება თქვენ, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა მინისტრს. თუ დაუყოვნებლივ არ გადადგებით თანამდებობიდან. ეს რა ხდება თქვენ ოფიციალურად? ხდება ის, რომ თქვენ ქვეყანა და სახელმწიფო საძოვარი გონიათ. თქვენ მხოლოდ მიგავთ და არაფერს იძლევთ სანაცვლოდ. არაფერი გწამთ საკუთარი სტომაქის მეტი. სახელმწიფოს კი რწმენა ფანატიზმამდე აყვანილ რწმენას შევდება. როგორ მოიქცევდით ჩემს ადგილზე ბატონო ზარანდია? მე თავს მოვიკლავდი. თქვენ ამას არ გააკეთებთ, რა თქმა უნდა. ამიტომ უნდა დაწეროთ გადადგომის პატაკი. დათხოვნა, რომ გადმოგიყვანონ კავკასიაში, საპატიმრო ადგილების სამმართველოს უფროსად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ნაქართველარი ხართ. ხოლო ქართველი კაცი ბოლოს და ბოლოს თავის მიწას უბრუნდება. უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. ნანა, შვილო. გამოცლულ ხარ და შებერებულ ხარ, ვიდრე მოელოდი. შენი ყავი მოშნი კარგად. არაფერი მიჭირს მე. აი, ჩემს მოსწრებას, ნანა, შვილებო. კაი, ახლა, კაი. გაიგონებენ მეზობლები და გადმოგაგითხავენ. უბედურობა ხომ არ დაატყდათ რა. ვაი, ჩემს შვილებო. ვაი. ღმერთო შეგვეცია. ამინ. ამინ. ხედავ პაემანზე მოსვლის ნაცად ხერხს გადაუხვიედათ. დანიშნულ დროზე მოხვედი სწორედ. ჯერ არ დაგიმსახურებია ჩემგან შეურაცხყოფა შენ. არ მესმის? რა დროსაც დამიბარე მოვედი იმ დროს. ძმის და პატიოსანი კაცის სიტყვა იყო ეს და ჩემგან დროზე მოუსრულობა შენ ძმობაში და რაინდობაში ეჭვი შეტანა იქნებოდა. ვერ გაკადრებდი ამას. ჩემი სახელით რომ ესარგებლა ვინმეს და ხაფანგი მოეწყო აქ. რა შვებოდი მე? ბაბამ გადმომცა შენი დანაბარები მე. ჩემი პირობა და დასტურიც მან მოგიტანა.
უცხო არ ჩარეულა ჩვენ სიტყვაში ვის უნდა მოეწყო ხაფანგი ნეტავე შემთხვევას შემთხვევისათვის ყოველთვის მზად უნდა ვიყავე იარაღი სად არის შენ დად? ამის მეტი არ მაქვს თავი. დავმალეთ განარჩენი. იარაღით რატომ უნდა გამოგცხადებოდი, რას ფიქრობდი შენ? უბეში რომ გიდევს, მაგაზე რა ვიფიქრო და როგორ ჩაგითვალო ეგ? ასე უნდა ჩამითვალა, რომ დაჩეული ვარ საჭიროზე და შემაწუხებდა თუ იარაღობა. რა იარაღი გაქვს მათ? აგანია. ამოიღე ერთი მაჩვენე ვნახო მინდა. გულჩვილობა შემოყვარვია ზამია. სიბერემიც ისეგ და პატარა ნაადრევი ხომ არ არის შენთვის. რა ხდება აქ? თქვას მაგან. ისე დაგჯაბნა სიკვდილის შიშმა, რომ თავის მოკლაც შეგიძლია დათაშვილო. რას გულისხმობდი? თქვი შენ უკვე შემთხვევას ასე სიკვდილი მარტო შენი სიკვდილი არ იქნებოდა დადა. უშნი მათ იცოდეს ეს სირცხვილით ამოწყვეტას ნიშნავს ოჯახისას ეგ. მე რო ვიკადროის რაშიც თქვენ დადათ ასეჭვი შეგპარვიათ. მაშინ ჩემის თანაშვილისა და ძმის ყოლას და მე კიდევ სიცოცხლეს იქნებ მართლაც თავის მოკვლას ჯობდეს ღმერთმა. სულ სხვა ლაბარაკი ეგ ლაბარაკი. თქვენით არ იწყება და თქვენით არ თავდება ჩვენი მოდგმა და ოჯახი გახსოვდეთ ეგ. ორივე ვიცით დედა ეგ. არც ერთს არ გვიკადრებია სასირცხო საქმე და არის სახელი ოჯახისათვის. აღარ მინდა მაგაზე ლაბარაკი. მე მაქვს სათქმელი. კიდევ თუ დაგიბარა მუშტიმ სადმე და მის ძმობაში ეჭვი შეგეპარა, იარაღით მიდი იქ. თუ მოხდა მოხდლობა იარაღი გექნება თან. დააღწიე ხაფანგს თავი. შენი ხელობა ეგ. წადი გადასაგარაგავში. და თუ დარწმუნდი რომ მუშტის ხელით მოხდა ის მოხდლობა, კენი საკნედი, მაგრამ ისე რომ მიზეზი არავინ გაიგოს. წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოდგა ბოროტი და უხსენებელი, ამ ოჯახის მეორე კაცს უფლება არ აქვს ერთის ბოროტება მთელი ოჯახისა და მოდგმის სალანძღავად აქციოს. ოჯახის სახელი სუფთა უნდა დარჩეს ხალხისა და მამავლის თვალში. გასწავლის მე თქვენ. შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა. გარეთ შენი ერის. სწორად ცხოვრება თუ გინდათ, ეს არის. თქვენ ბრძანეთ ბაბა. ძმასთან შეხვედრაზე საჭურულით მისვლა ძმის შეურაცხყოფა ხომ იქნებოდა? იქნებოდა. ერთ უცმაცალე. შემთხვევა რომ თქვენ მუშინი ვის იქნებოდა თუ სხვა რამ ხომ შეიძლება მოხდეს? ყველაფერი ხდება. მოხდი ისეთ ვითარებაში რომ უნდა მეცენ და გამიკოჭონ ხელები. ხალხი უეჭველად იმას იტყვის ძმამ ძმა გაისტუმრა კატორღაში თუ სახჭობელაზეო და ასეთ ამბავში რა ურჩევნია ადამიანობას? ადამიანობას ის ურჩევნია რომ გაგიკოჭონ ხელები და სანამ სახჭობელაზე გაგიყვანენ იძახო ქვეყანაზე და აწმუნო ყველა ძმა არაფერი შუაშია. ჩემი ძმის მტრების ხელით მოხდა ესო. კაი ბაბა, მაგრამ ჩემი ადგილი, ჩემი გონებისა და გულის ადგილი, სანამდე ჩამომახჭობდნენ, იქამდე მაინც თუ ასადვენ. მას ერთი გზა და სავალი გარგულა მაღალმა ღმერთმა. წამება შენი ადგილი, მაგრამ
ცხოვრების მიზანი გაქვს ისეთი რომ ღირს წამებად. მაგ საქციელში მხოლოდ შენს თავზედ, შენი გონებისა და გულის ადგილზე გაქვს ნაფიქრი. შედეგზე ჩაიქნებია ხელი. თავის სიკვდილზე პატრონის რომ აღარ იყოს კაცი. რა ეს? ამდენი ხნის უნახავ ძმებს. უკეთესი სალაპარაკო რომ აღარ გაქვთ. ვერ ჩამიგდვია ერთმანეთის სიყვარული გულში თქვენთვის. პირიქითაა დედაეკ. ისეთ გზებზე გაგვიყვანა განგებამ, სხვა ძმები ალბათ ჩვენს ადგილზე მტრად გადაეკიდებოდნენ ერთმანეთს. საქმეზე ვილაპარაკოთ ახლა. ამაღამე უნდა წავიდე მე. ასე ეჯობებს. მითხარი დათა. რა გაქვს განზრახული მომავალში? რას აპირებ? მონასტერში მიდის. მერად აპირებს აღკვეცას. ეფემია წინამძღვარი შეხვიდა, მე მოგატყობს სადმე რუსეთში. ის უნდა თქვა ჯერ მუშნი შენ რა გინდა და მაშინ იყოს ჩემი პასუხი თუ უპასუხობა. პეტერბურგში გადავყავ მინისტრს დათა. დიდ თანამდებობას გვერდება ალბათ. ძალიან დიდს. იმ ხელა თანამდებობა მინისტრი არ ვიქნები მართალია, მაგრამ მნიშვნელობითა და გავლენით სახელმწიფოში ერთ-ერთი უპირველესთაგანი. ბერდება ეს ხალხი თამა. თავის გზა აქვს ყველას. არაფერი სადიღალი არ არის ეს ამბავი. უფრო კარგად არ შევძლებ ჩემი მშობლების შვილობას. რასელიან ცვლილებიდან მოს. აი ნულო რჩევლის ჩინს. შინი თანამდებობას ახლავს. ბევრ ამასველი. უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მეტი სარგებლობის მოტანას შევძლებ ჩემი ქვეყნისა და ხალხისათვის. ამ თანამდებობის სიმაღლიდან უფრო მეტი მოხერხდება. მაგ განზრახვითა და დაპირებებით ბევრმა მიაღწია მაღალ თანამდებობას, მაგრამ იქ რომ მივიდა, მერე ვეღარ შეძლო სურვილისა და დაპირებების შესრულება. მეფის სამსახური მისთვის სასარგებლო და შენი ერისათვის საზარალო რაც არის, იმად გააკეთებინებს მარტო. ეგ კაცი არ ვარ მე, ბაბა. ტახტს იმიტომ ემსახურებ, რომ არსებულზე უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩემი სამშობლოსათვის ჯერჯერობით ვერ ხედავ. ერთსველი მე კიდევ ჩემი მომავალი სამსახურისაგან. კაი ძნელი და რთული საქმეების გაკეთებას შევძელი უკვე. ადამიანი ვარ, მეტი მწყურია. და მსურს ვიცოდე რაზე გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. გასაქანი მჭირდება. სწორად გადავიწყდია მუშნი, მაგრამ რაღაც გიშლის ხელს მგონია და თქვი ეგეც ბარემ. უბრალო ამბავია. ერთი ძმა ამდენ ხანს საბრაგობდეს და მეორეს მეფის კარზე უზარმაზარი თანამდებობა ეკავს, არ გამოას. მერე საყოდური ბევრი მოусმენია დათას, მაგრამ გამოსავალი არ დაუსახელები არავის არც ერთი. ეფემია წინამძღვრის მეც ბერად შედეგია. მე მაქვს გამოსავალი. შინაგან საქმეთა მინისტრთან პირადად შეთანხმებული. უნდა ჩაჯდეს დათა. ჩვენ მას 5 წლით პატიმრობას მიუშვით. სასჯელს საქართველოში მოიხდის. რომ ეს ასე იქნება და რა სხვანაირად, ამის პასუხისმგებლობას ოჯახის, ძმისა და საკუთარი სინდისის წინაშე მე ვიღებ ჩემს თავს. კი, მაგრამ მოითმინე ბაბა. ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. 6 თვე შეუძლია იფიქროს დათამ. თუ დაუჯდება ჯგუაში აგერ ვარ მე. თუ არა და ისე ვისავართ ერთმანეთსაც რაც აქამდე ვიყავით. ასე იყოს. გათავებულია ლაპარაკი. ვიფიქრებ მაგაზე.
ჩვენ საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია მოშლი. მართალია. მეგობრებო, ჩვენ გამიმარჯვეთ და ჩვენ გზავრობაზე ვამარჯვოთ. ავმარჯვოთ. ვერდით მივიჯექი, ბალი არ მოვაცილო, არის იქ ადგილი. რას თქვა? ის სანევლიზია თუ ვიღაცა ის სოფელში რო ჩამოსულა, რა მინდაო? რაოდა? თავადაზნაურების მამულები დაისაკუთრეთო. დაისაკუთრეთო. რა მამულები აქვს? კაიხოსრო ლუგიზას ნამაშებში გაგიდება რაცი. თუ ბიჭი ხარ, პირინა დაისაკუთრე. არა.
ჯერ მუშებმაკან თავისი. რატომ ჯერ მუშებმა შეკაცო? რატომ და დასაკარგი არაფერი გააჩნია? აბა საქმე როგორა თუ იცი. მიწები ხელმე გაპარა. მაგრამ რობიატო და სიბე თავისი ეს იქნება დავიტაიკაე. ესენი მოხდნენ რევოლუციას? მეტი არა ჩემი. ვითხრა ბატონო, რამდენს მაძლევენ წულუკიძის მიწებიდან და თუ დამიჯდა ჭუაში მივალ ბატონო და მივცემ თებს წულუკიძის სახლკარს. გლეხი გაცემენ. რამანდელი კვერცხი ერთემია, ხვალიდან ფატოს. აბა, ის საკუთარი კვერცხი რომ აქვს? მიტომ არ ვარგია რევოლუციისათვის. ხალხს თავისუფლება უნდა. სიტყვის თავისუფლება. ბიჭო, რა გაქვს საქმელი ნეტავიდა? თუ გაქვს თქვი, შეგაცო. თქვი, რა გაჩვენე? ღარიბების საგონო შედგებოდეს მთავრობა. მუშულგლეხური უნდა იყოს. მერე ის ღარიბი ზრუნებს, სხვა ღარიბებისთვის. ხო? იზრუნებს, აბა არ იზრუნებს? შეგაიგას. დიდრებიც არიან, აქვთ კიდევაც, თავზე გადაზდით ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ზრუნავენ და ის შენი ღარიბი მთავრობის კაცი თუ ისოვა რამე გააქანებს და სახლში წაიღებს, სახლში. აბა, კაცო, ასეა თუ ისია საშინელი ახსასროლი ჯობს გაუთავებელ საშინელებას. ცარიზმი უნდა დაემხოს. მამაკიც ხონდება თავისი და ემხობა თავისით. დაიძინებს ამაღამ და აღარ გეიღვიძებს სხვა. კი, აბა, აღარ გეიღვიძებს. გაიგეთ რა ხდება თბილისში? რა მოხდა? გამოსვლებია მთავრობის წინააღმდეგ. დიდი გამოსვლებია. სტანდარტებად და კაზაკებად მისულა საქმე. ამბობენ, დიდი ზალი დაუხოციათ და მეორიც დაუტუსაღებიათ. მაგ ბოლშევიკების ამბავი ასულა. რას ამბობ? ისინი ფაქტიურად მოაზრო გაუმართლებელი სისხლის ზღვისაგერ მოუწოდებენ ხალხს. დღეს დაღვილი სისხლი ხვალინდელ ბრძოლებში გამარჯვების საძილარი. სამართლიანი საქმისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის დაღვილი სისხლი უქმად არასოდეს ჩაიგდეს. როგორ გეკადრება? აგერ ჩამოყალიბდება სახელმწიფო სათათბირო და მოგცემენ თავისუფლებას ყველას. ვიღაცის მიცემული თავისუფლების იმედი ნუ ექნება, ნუ რა ვის. ასე არ არის? ადამიანმა თვითონ უნდა მიცეს თავის თავს თავისუფლება. ვაცალე ბატონო, ვაცალე. მოითმინეთ ახალგაზრდა. ბადროეთ ჩამოსვლა. მობრძანით ხალბადრო. ახლა თქვენ გააგნებთ თუ მეწამოყვეთ? ქალაქში მინდა გავლა ვნახო ერთი რა ხდება. თუ გეჩქარება წადი შენ გავაგნებ თვითონ. არა, არსად არ მეჩქარება. ისევ ხედავ საქმეს რომ ჭირდებით ერთმანეთს. ხომ ასე? რა დაგავლეთ? რა უნდა ჩემგან მაინც? არეული დრო, რამე შარში არ გაიხმოს. თუ რამე გაგიჭირდათ, უნდა დაგიხსნათ. დამეტანი შეწუხებლან ჩემ ბედიღვლით. ჩემს უფროსებს სჭირდებათ იურიდიული ფაქტი, რომ თქვენ ნებაყოფლობით გამოცხადდით ჟანდარმერიაში. კაი ბატონო. ვიყოთ ერთად. დიახ ბატონო. ასე აჯობებს. გამარჯობა შენ. დავით. გადასკდა. კი გადავწყვეტ. სწორად გიფიქრია. დაგლო მერვე კამერაში. დედე მადლობა. ეგრეა.
Vertis president. Düşeş kapat. Şensiz. Darosta, ორი კაცი. მახო მოვიდა. დაუძახოთ? აი სადაც არ უყავს თვითონ ისის. ჩვენ დაუძახოთ და მე თვითონ იწოდეს. მახოჯან, პლასტი. აქეთ მომბრძანდი. ჩვენ ჩავიწევით და დაწვევი რაღა. მანდ მოვიდე არა? ნიფხის ყომართი ჩავжди არა? თქვენი ლაყაფით ყური გამოვიჭედო არა? შეტოლი ნახე კოჭი გააგორე. მე თვითონ ვიცი საცა დავწვევი. ხომ გითხარი არ მომეთქე. ხომ გითხარი. არ უყავს რა. აბა რა ვიცი უნდა წვე მახოჯან. წადი საქმე ნახევა, ერთიან ბიძას უთხარი ჩამოვიდეს. რომელ ბიძას მახოჯან? ვერაბიანს რა? მოგზაით? დიდი ბოდიში ბიძა ჩემო. ჩამოდი. მახო მოსულა. სხვა რა გინახე. ჩამოდი. რა ბრძანეთ ბატონო, ვინ მოსულა? მახო მოსულა, მახო. ადგილი დაცალე. მახო? ო. მახო. დამეტანი კაი. მარა რომ არ ვიცნობ მახოს მე და ეს ადგილიც რომ ჭირდება, რა ვქნათ ახლა ნეტავე? ბიძა ჩემო, ჩამო თორემ ამოვედი. ამოვედი და აგარი. მოგზაით ბატონო, სტუმარეთთვისა. როგორ ახავ რა გენას? შენ ბიჭო. ერთ-ერთ საკვაიაჟი მომაწვე. ამავე. ვაიღოშ. ეგეთები არ იყოს, ხო იცი? ეგ სათამაშო გადაგიდა, ჩამოდი. საიყვანეთ ეგ თქვენი მახოვიჭებო. დაწადით აქედან. მაშა არ იძლევი არა? ეხლა ერთად ამოვალ და შეგჭამთ, ხო იცი? აბა ბიჭებო, მიდით. ეი! ეი! იდი მოსკოვი! ოკარი ბიჭებო! ოკარი! Starosta, sadili.
მარტო კაცი ჭამაში აზბრალიაო. მომგასწავლის პატარაობისას. მარტო რომ ხარ მიდი იმასთან. იყავი მათთან ერთად და აღარ გიბაგუნებენ წამოვუ. თქვენი მიზანი ის თუ რომ ადამიანი იმაზე უკეთესი შეიქმნას ახლა რომ არის მაშინ კაი ხნის მოსული ვარ თქვენთან. ეგ არ გმარ. მე უპარტიო კაცი ვარ, მაგრამ მაინც მივედი. სად? ბოლშევიკებთან, პატმოწურებასთან. მე? ისინი პატიოსანი ხალხია და ჩემი ადგილიც იქაა, სადაც სამართლიანობა. ახვედი ხო? კი, მოვედი ზამბი. ასეა კაცი საქმე უნდა მივიდეს სადმე და წავიდეს. ყოველთვის არ მედის, კაცი რჩება ხანდახან. ვინმესთან რჩება. შენც ასე მოგიწევს ჩემო დათა. ბოლოს და ბოლოს მიადგები რომელიმე ნაპირს. ცხოვრება გაიზულებს. მასე იქნება ალბათ. გახსოვთ დიდი ჩხუბი იყო აქ. არავის ესმოდა ვინ ვისთან რისთვის ურტყამდა სამკვიდროდ რამდენი ძალა დაიხარჯა უკმად რა ძალა მერე. ცისფული როგორ დავატრიალებიო წყალს ის ვიცი, მაგრამ ასე უაზროდ გაფხანგული ძალა ხალხის სასარგებლოდ როგორ უნდა მოტრიალდეს ის მინდა ვიცოდე. თქვენ რომ გიყურებთ თქვენი საფიქრალიც ისაა როგორ ეშველოს ამ საქმეს და ჩემი ნაპირიც ეგ იყოს იქნებ. ხალი ხომ არ გინაჭოლა? დამისველეს. დაგაშერა ღმერთმა. თუ მისყენ დათა. შენი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ მსმენია და ერთი რამ მინდა გითხრა. სანამდე გინდა ირბინო და გდიონას. ორჩი სირბილს მე. ორჩი. ციხიდან გასვლის მერე. რა უნდა აკეთოს შენის თანაკაცმა? რა ვიცი, ვიული ქვეყანაზე და ცუდი კაცების განაფუჭარიდან ცოტას მაინც გადავაკეთებს იგეთთ.
გიკეთეთ? კი, მაგრამ ცუდი კაცი რომ შენი მტერია და შენი ხალხის მტერიც არის. ამაზე თუ გიფიქრიოდეს? ის ცუდი კაცები მთელი ქვეყანაა თითქმის. რა თუ ჩათვალე, აქეთ შენ დარჩები, იქით ყველა ისინი ერთად და დაგჯაბნიან უეჭველად. ახლა თვითონ ცუდ კაცს რომ ებრძოლო, 10 საჯობე თუ გინდა, სულ ერთი ეს ქვეყანა კრუხივით ჩაქს ცუდ კაცებს და 10-ის მაგიერ მოიწებნება სხვა ცუდი კაცები უცბად. მესამეა კიდევ. როგორიც გინდა იყოს საქმე სიყვარულით თუ არ მეუდექი ვერ მოერევი. კაცი ცუდი იყოს თუ გინდა, ტრად თუ ჩათვალე შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. საოცარი კაცი ხარ დათა. მაგრამ ცდები მე მგონი. რაში ვცდები მე? ტრად უნდა ჩათვალო შენი ერისა და შენი მიზნის წინააღმდეგ მოქმედი ცუდი კაცები და ბრძოლა გამოუცხადო მათ. მაშინ მარტო კი არ დარჩები. ის ხალხი, ის ერი შენ მოგემხრობა და შენი გამარჯვებაც ასე გამოვა მხოლოდ. გესმის? კი, მესმის. إلى بالدنيا boşaldı Yardan kötü გოგიტულაძე მოიყვანეს დაგიწყო როგორა საქმე? მოწმეები მოიყვანეს, პირზე დამაყენეს. ვინ? ორნი არიან. ორიან დაადასტურა რომ სტამბაზე თავდასხმის დროს პოლიციელები დავხოცეთ ჩვენ. მე და კიდე ერთ მოუცნობა სტუდენტმა. იმათი აღწერით ამან. მე რა თქმა უნდა ყველაფერზე უარი ვთქვი, მაგრამ ჩემი გარეგნობის კაცი მზე თუ ნახავი ყავხარ. ცნობილი ამბავია. შენ ხუმრობდა სახჭობელამდე ერთი ნაბიჯი გადარჩა. თუ დაუმტკიცდა ჩამოახრჩოლა. რაღაცა უნდა მოიფიქროთ. რას მოიფიქრე? ეგრე არ გამოვა. მე შემომაგდო და პასუხით მე უნდა ვაგო. და რაღაც აღჭობელა მაშინ მეორე პოლიციელსაც მიავიღებ ჩემ თავზე. სკმარად შენ. სკმარად. სანამ გვიან არ არის რაღაც უნდა მოიფიქროთ. რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და სხვა გზა არ არის. გაქცევა უნდა მოვაწყოთ. და არა მარტო გოგის და სტუდენტისა. პადალოისაც და ყველა იმათიც, ვინც დასახლებთა საკანში სხედან. ამისათვის ციხის აღება საჭირო. ეგრეა. მე და დათა ამ ციხეში რამდენიმე წელიწადი ავსხედვართ. და ზოგი რამ ვიცით. მე მგონი შეუძლებელი არაფერია. ეს იქნება არა მარტო გაქცევა, არამედ ციხის ამბოხებაც. თუ ჩვენ შევძელით აჯანყების მოწყობა და ციხის აღება, ჩვენ მაგალითს მიბაძავენ სხვა საპატიმროებიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რევოლუცია გრძელდება. მიუხედავად არსებული რეაქციისა და ტერორისა. ეს კი არც თუ ისე ცოტა მეგობრებო,
ეს ერთი. მარტო ამ ციხეში 4000-ზე მეტი პატიმარია. ამათგან აჯანყებაში აქტიურ მონაწილეობას ნახევარზე მეტი მიიღებს და თუ სხვა ციხეებშიც იგივე მოხდება, ეს ნიშნავს, რომ 10,000-ობით ადამიანი იქნება მომზადებული მომავალი ბრძოლებისათვის. ეს კი მათთვის დიდი სკოლა იქნება. ეს მეორე. და მესამე, ჩვენ ვალდებული ვართ გადავარჩინოთ რევოლუციონერების სიკვდილს. საქმე საშიში და სათუო. მაგრამ როგორც იტყვიან, ჩიტი ბრტყნად ღირსო. არის მეოთხე მოსაზრებაც. ჩემბიც 10 წელი შეუსრულდება და მე კი სულ ორჯერ მყავს ნანახი. დღე დამოსწრება ციხეში ვარ. აუცილებლად უნდა მოვინახულ. და მერე სიკვდილით შეიძლება სუფთა ხაერს ხის ძირას. სართულის აღება მოხერხდება. საკნების გასაღები ზედამხედველს აქვს. მაგრამ სართულიდან კიდეებზე და შემდეგ ეზოში გასასვლელი კარების გასაღები კომენდანტის ხელშია. კომენდანტის შემოვლა ძილის ზარის შემდეგ იწყებს. გასაღებები თან აქვს ხოლმე და ჩვენ სწორედ ამით უნდა ვისარგებლოთ. ეგ ყველაფერი გაანგარიშებულია. ორნი ვფიქრობდით. ჩქარა გამოდით. აიერი ჩქარა. იდი. ვიდი ფეხებს ნუ მიატრევ. ჩქარა. ჰედი ჩქარა. დარესტა 10 კაცი ტუალეტში. ტუალეტში. დასასველი გახადეთ. მესამე საგუშაგო ვარ. საღამოს ტუალეტი განრიგით დამთავრებულია. შემთხვევები არ არის. ესვის. რომელია მის გასაღები? კომენდანტი. ადგილებზე.
აბა ბიჭებო გასაღები. როგორ მივედავ? გახადეთ დასასველი. არმენ, გადაიჭი. ეს გასაღები ამ გარისა. ეს მთავარი შემოსასვლელის. ეს ალაყაფის. მე ვრჩები. აჯანყებას უნდა უხელმძღვანელო. თქვენგან გარგულებაშია 10 წუთი. 10 წუთის შემდეგ ვიწყებთ სართულების აღებას. გავაღებთ საკნებს და მოვაწყობთ ბარიკადებს. აბა, გისურვებთ წარმატებას. ნახვამდის. მეც მოვდივარ. როგორ თუ მიდიხარ? დიახ, მივდივარ. ჩემთვისაც დრო აწი. თორემ შემოგაბერდით აქ. შეკაიკაცო, სულ რაღაც 8 თვე დაგრჩენია. მოიხდი და თავისუფალი ხარ ჩიდივით. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ახლაც თავისუფალი ვარ. გარეთ მეც სარგებლობას მოგიტან თქვენს და ხალხსაც. შენიცი. აბა, ნახვამდის. აი, სუფთა აერით. ნახეთ.